არ იყვნენ მშობლები, ან ფიზიკურად არ იყვნენ, ან მორალურად არ იყვნენ, საერთოდ არ აინტერესებდათ შვილების ბედი, ბავშვს, რომელმაც უკვე ფული იცის როგორ მოიპოვოს, როგორც უნდა ისე დახარჯოს, თუ არ მოეწონება სახში საერთოდ არ წავიდეს და ეგერ მამემ ქუჩაში ბევრი ადგილია და დარჩება იქ. წებოზე მოქმედების ქვეშ ზოგი რამე უარესის, მაგრამ რაღაცნაირად იქამდე რომ მოექციათ, რომ მამე იქ უპატრონებდნენ, დარჩებოდა რაღაცა საჭმელად. სინამდვილეში შემიძლია ვთქვა, რომ ფიზიკურად გადავარჩინეთ. აი 18 წლის ზემოთ სწორედ ამაშია საქმე, რომ ის ხო ბავშვად აღარ ითვლება. თვითონ თავის თავად რო რაღაც კრიმინალური გააკეთოს და მეორეს მხრივ ყოველთვის მოიძებნებოდა ვიღაც უფროსი არაკეთილ სინდისიერი, რომელიღაც პროვინციული ქალაქის პოლიცია ელოდებოდა, რომ გახდებოდა 14-ის, როგორც იქნა და ეჯირათ ძალიან ძლიერი სტატუსი თუ არა გაქვს ხვის ოჯახის ხუს ვერ შეყოფ, ხო? რა გესაქმება. უფრო მეტად თავხედები პირდაპირ ღიათ ამბობდნენ, რომ ფული უნდა მომიტანოს ველოდები და კიდე აქ არის თურმე და პროსტიტუციაზე ახლა აღარაფერს ვამბობ. დაორსულდა, შემდეგ ბავშვი გადააგდო ნაგვის ბუნკერში, აი ესეთი შემთხვევები. კლედ დაგედები და შენის მაგივრად ვიქნები ყველაფერში თუ შეგვერდით ვიქნები. აი ეს უნდა იცოდნენ და მაშინ იქნება ეს სიყვარული და მაშინ აღარ იტყვის რომ ნაძირალა და მეც ნაძირალა ვიქნები. რომ აღზრდაში აუცილებელი არის ზრუნვა და კონტროლი. თანაბრად პატარებისგან თიძე დახვეული უფროსები მინახავს და ისეთი რაღაცა დაუჯერებიათ. კია, ტყუის ჯერა გითხრა. არა სხვათა შორის მინდა გითხრა რომ ბავშვმა იცის რომ იტყუება ხოლმე როგორც წესი იცის ქართველი უზარმაზარი მეცნიერი ის ამბობდა რომ ბავშვი არ არის დაპატარავებული დიდიო